ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობის ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით ერთად გავიგოთ, რითი იყო საინტერესო 21 აგვისტო ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისთვის. ნინო ქათამაძემ გადაწყვიტა საკუთარ დაბადების დღეზე სხვას გაუკეთოს საჩუქარი. უფრო ზუსტად ის ბუკიას ბაღში ბავშვებს შეხვდა და მათთან ერთად გაატარა დრო. თუ რა ხდებოდა იქ, ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. მე კი ულოცავ ნინოს დაბადების დღეს. აუ მე ვიცი რა ხილი გიყვარს. აი მოვიდნენ ბიჭები. ეს არ არის შეგრული ამოჭრილი. არა, შეკრული, ამოჭრილია. აი შე. მაგარია ზა. დები აი ესე, ხსნები. ხო, აი ჩვენ ვერ გავხსნით რა. მაშება მიულოცოთ ყველას და ეს არის წმინდისისგან, ისე რაღაც წმინდა სამების. სოსკიერ. ძალიან კარგი დღეა, ძალიან ლამაზი ადამიანის დაბადების დღეა. ჩემო საყვარელო ნინო, გილოცავ დაბადების დღეს. ბრავას დაესწარი, შენი სიმღერით, შენი ხალობით, შენი ამბავით ყოველთვის გაგვახარე. მე მინდა უსურვო მას გამარჯვებები მხოლოდ თავის საქმეში. უდიდესი სიყვარულის მატარებელია ის, რომელსაც ძალიან ხშირად გვაწვდის ხოლმე თავის სიმღერების საშუალებით და ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანმა შექმნას. არ ვიცი, უბრალოდ მე მინდა და აქ ყოფნა ბავშვებთან ერთად და ვარა. არ ვიცი. ჯგუფი ფორტე სერიოზულად ემზადება სამარყანდის ფესტივალისთვის. როგორც გავიგეთ, გრან-პრი საკმაოდ სერიოზულია. ისე დიდი პრიზისთვის ნამდვილად ღირს მუშაობა. ახლა ფორტე სანოსტუდიაში ბოლო ჩანაწერებს ამზადებს. როგორც გავიგეთ, ისინი ფესტივალზე ხალხურ და თანამედროვე სიმღერებს შეასრულებენ. მოგეთ უსურვებთ წარმატებებს. Go!
ჩვენ მივემგზავრებით სამარყანდის ფესტივალზე. ეს ფესტივალი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, სახელად შარკ ტარონალარი. ეს არის აღმოსავლური მელოდიები. საკმაოდ მაღალი დონის ფესტივალია. რეპერტუარი იმის მიხედვით შეირჩა, ესე იგი, მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს ანსამბლ ფორტეს, როგორც ხალხური, ასევე საესტრადო და ამ მიზნით შევარჩიეთ ეს ანსამბლი. სამი ტურია. პირველ ტურში გვეძლევა 15 წუთი, ეძლევა ყველა ქვეყანას. შემდეგ უკვე ამ ტურის მერე 27 მეორე ტურზე უკვე იქვე გვეტყვიან რეპერტუარს, იქვე შეგვირჩევენ და იქვე გვეტყვიან თუ რა უნდა ვიმღეროთ და რამდენი სიმღერა, ეს ჯერ არ ვიცით. ჩასვლის მერე გაირკვევა. და მერეა უკვე გალა კონცერტი. გალა კონცერტზე გამოვდივართ იმ შემთხვევაში, თუ მოვიპოვეთ რომელიმე პრიზი და პრიზი საკმაოდ სოლიდური პრიზებია. გრან-პრი $10,000 ოდენობით, პირველი პრემია $7,000 ოდენობით. თქვა? ბოლომდე მეორე პრემია $5,000 ოდენობით და მესამე პრემია $3,000 ოდენობით. იმედი გვაქვს რომ აუცილებლად რომელიმე ნუ გრან-პრის იმედი გვაქვს. იცი რა არის? ისეთივე მომენტი გამოდით აქეთ. ისეთივე მომენტი რომ დაფიქსირებული როგორი ჩაგდი? ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.